კომუნიკატორის ეთერში პირდაპირ ეთერში უბრუნდებით ჩვენი სტუმრები არიან გიგა კობალაძე, საქართველოს ავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე და ნინო ჩუბინიძე, დიზაინერი, არტისტი, ჩუბინიშვილი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და პირველი კითხვა უნდა გქონდეს გიგასთან, როგორ უნდა დავარეგულიროთ ჩვენი პირადი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა კანონით და რაში გვეხმარება თქვენი ორგანიზაცია? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. დარეგულირება ინტელექტუალური საკუთრების რამდენიმე გზით შეიძლება. პირველი ეს გახლავთ, რომ თავად ავტორმა თვითონვე საკუთარი ძალებით შეძლოს ის, რომ დაიცვას საკუთარი საავტორო უფლება, თუმცა უფრო გავრცელებული და ასე ვთქვათ, მიღებული ფორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ჩვენი ტიპის ორგანიზაციები, ვინც კოლექტიური წესით მართავს ავტორის უფლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ერთგვარი აგენტი ავტორის, მისი წარმომადგენელი და მისი სახელით ურთიერთობს ყველა იმ გამომყენებელთან საავტორო უფლების, ვინც იყენებს ამა თუ იმ ინტელექტუალურ საკუთრებას. შესაბამისად, კანონით დადგენილია, რომ გამოყენებისთვის სავალდებულოა ჰონორარის გადახდა და ზუსტად ეს ჰონორარის გადახდაც ხდება ჩვენი მეშვეობით. ეს არის ძირითადი ფუნქცია, რაც ჩვენს ასოციაციას გააჩნია. და ჩვენ ასოციაციაში გაწევრიანებულია თითქმის ყველა ქართველი საქართველოს მოქალაქე ავტორი, დაახლოებით 1200-მდე ადამიანი და გარდა ამისა ჩვენ ასევე ვიცავთ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ავტორების უფლებებს. ეს საკმაოდ კარგად აპრობირებული მექანიზმია, დიდი ხნის ისტორია აქვს, საუკუნეებს ითვლის ეს ისტორია, თუმცა საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო აქტიურად ამ მექანიზმმა მუშაობა. საზღვარგარეთაც იცავთ ქართველი არტისტების საზღვარგარეთ ქართველი ხელოვანების საავტორო უფლებებს იცავენ ის ორგანიზაციები, ვინც იქ იმ ტერიტორიებზე არსებობენ და ისინი იცავენ ამ უფლებებს ჩვენი ასოციაციის მეშვეობთან, ჩვენ ვანიჭებთ ამ უფლებას მათ. ნინოს უნდა ვკითხო, როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ გარკვეული დავა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს ინტელექტუალურ საკუთრებას, ანუ თქვენ ნამუშევრებს, ანუ თქვენი ნამუშევრები გამოიყენეს უკანონოდ, ხო? თუ შეგიძლიათ თქვათ, ანუ თქვენ ალბათ ასოციაციის წევრი ხართ, ხო? და ასოციაციის დახმარებით, ანუ რომ მოგვიყვეთ. ესე დავა, ესე პირდაპირ ესე დავა არ მქონია, აქამდე არ მისულა, იმიტომ რომ სულ ვცდილობდით რაღაცნაირად, რომ გიგა ძალიან დამეხმარა იმაში, რომ რაღაცნაირად სხვანაირად თქვით, ხან გვეთხოვა, ხან რაღაცა ფორმა ყოფილიყო, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ჩემი სფერო ეხლა დაწყებული, ახალ დაწყებული სფერო, ესე ვერ დაუკანონებ, ცნობიერებას ვერ შეუცვლი, ესე ვერ ჩამოუყალიბებ თავიდანვე და რაღაცა ბესპრეცედენტით იყო თავიდან, ხო იცი? აი, ისაც რასაც უნდა იმას არქმენ, რაღაც ინსპირაციას არქმევდნენ, რაღაც იმას, რეალურად კოპირებას აკეთებდნენ და თითქოს შეთანხმებული თავიანთი ნორმები ჰქონდათ, ვისაც რა აწყობს. კონკრეტულად რო გითხრათ, კონკრეტულ მაგალითზე. ძალიან ბევრი ყოფილა, ძალიან ბევრი რაღაცები გამოუყენებია, თქვათ რაღაცები ჩემი უფლების გარეშე გაუკეთებიათ, პირდაპირ აუღიათ, კოპირებები გაუკეთებიათ, სხვა ქვეყანაში გაუტანიათ არაერთხელ. ხო, ანუ კონკრეტული მაგალითები რო გითხრათ, ძალიან ბევრჯერ ყოფილა. სამკაული, სილუეტი, ფორმა, ფერი. შეიძლება რომ ჩემი signature იყოს, აი ხო არის რაღაც, თქვათ ხო არსებობს ეგეთი მცნება, რომ არსებობს შანელის სტილი, ხო მეკარ ვედრები შანელს, ზოგადად სტილზე ვლაპარაკობ შანელის მაგალითს. მერე ვიღაცა რომელიც ამ სტილს რაღაცნაირად ფორმაციას უკეთებს, იმას ქვია, რომ ეს არის, ვთქვათ, ამ სტილში, ვთქვათ, ან ამის გავლენის ქვეშ, ან კარგი გაგების გამგზელებელი იყოს ან რაღაც, ხო? ჩემს შემთხვევაში იყო ხოლმე ხშირად, რომ იწყებდნენ, შეიძლება გავლენა რქმეოდა ამას, როცა უკვე გაყიდვა იწყება იქ ზედმეტი გავლენაზე ლაპარაკი. ეს გავლენა შეიძლება იყოს სტუდენტურ დონეზე, ან რაღაცა, როცა გაყიდიან და ვთქვათ, ყველაზე ადვილად მისაღწევი ხდება ის ადამ პროვაიდერია, რეალურად ნამდვილი პროვაიდერი მე ვარ ამ დროს. და ეხლა ვთქვათ, გიგას შემთხვევაში ძალიან დამეხმარა იმაში, რომ რამოდენიმე ჩვენმა შემთხვევამ, აი ესე მე როგორც ვატყო, ბევრად ნაკლებია ხო ესეც. აი, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვას არტისტმა? იმიტომ რომ ხშირად, როდესაც დამკვეთთან მიდიხარ, რომელსაც რაღაც ტიპის დაკვეთა აქვს შენთან, შეიძლება უბრალოდ რაღაც იდეა შესთავაზო, მერე შენ აღარ გასრულებინებენ ამ იდეას და შენივე იდეის ფორმირებით, აი ოდნავ სახეცვლილების სახით, აკეთებენ თვითონ ან თქვათ, აკეთებინებენ იმას, ვინც ნაკლებს ითხოვს თანხას. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ინტელექტუალური საკუთრება აქვთ და ესე თავის და უნებურად გასცემენ.
იცით როგორ არის, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სოფლიოში არსად იდეაზე საავტორო უფლება არ ვრცელდება. თუმცა მარტივი იდეა უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ ფორმაში. და ბოლოს მივაწეროთ უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ ფორმაში, ანუ კონკრეტული აღქმადობის შესაძლებლობა უნდა იყოს იმისთვის, რომ გავრცელდეს საავტორო უფლება. ეს ერთი. მაგრამ რაც უფრო მთავარია არის ის, რომ ეს აღქმადობა რას გულისხმობს? ეს სიგნიჩა ობიექტური ფორმა უნდა ქონდეს მიცემული ნებისმიერ. თუნდაც ის ნინოს შემთხვევაში ესკიზი, რომელსაც ესკიზი კი ბატონო, მუსიკის შემთხვევაში ნოტი, არ ვიცი, ჩანაწერი. ან იდეის შემთხვევაში უბრალოდ დოკუმენტი, რომელსაც ხელმოწერა. მაგრამ მე რამდენიც ვიცი, უკაცრავად გაწყე ინსტიტუტებშიც კი არსებობს, აი სხვის ფრაზებს ვერ გამოიყენებ პირდაპირ დადაბეჭდში. რაღაც დაახლოებით ეგეთი პლაგიატს იჭერს კი ეს. ხო და აი მეორე მნიშვნელოვანი, როგორ შეიძლება დაიცვას ამ შემთხვევაში ავტორმა თავი, ჩვენი კანონმდებლობა ძალიან კარგად არეგულირებს ამას და ამბობს, რომ თუ იმდენად მსგავსია შესრულებული ნაწარმოები, არსებული ნაწარმოების, რომ შეიძლება მომხმარებელში გამოიწვიოს აღრევა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მან დაარღვია საავტორო უფლება. ანუ ინსპირაცია კი არ ქონდა უბრალოდ. პირდაპირ აიღო და მისი გამოიყენა. ეს ამას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს საზღვარი გავლებულია და ამ საზღვრის იქით უკვე დარღვევას. აი მან როგორ ხდება დავა? აი სად მთავრდება ის? დამტკიცება ალბათ რთული იქნება. საკმაოდ რთულია, თუმცა თუ სასამართლომდე მიდის ეს დავა, არსებობს სპეციალური ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ამას, რომ ეს ნამდვილად ასეა თუ არა. ანუ შენ თუ დედანი ვერ იპოვე. ეს არის მუსიკაში, ლიტერატურაში. მე თუ არ ვიცი, რომ აი სიტყვაზე არ ვიცი ნინოს ეს სამაჯური და ვნახე ვიღაცა სხვა მაიას გაკეთებული იგივე და არ ვიცი, რომ მაია მაქედან აიღო, შეიძლება სულაც არ გამიჩნდეს ეს ასოციაცია. არა, მაგრამ არ ცოდნა რა თავისუფლებს ხო პასუხისმგებლობისგან, არ ცოდნა არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან. ხო, მაგრამ ეგ გეტყვით ერთ რაღაცას, რა, რაღაც არსებობს, აი ესეთი აბსოლუტურად ნუ როგორ გითხეს, შეიძლება აი ხო რაღაცები არის ვერ ამტკიცებ. მაგრამ უეჭველი რაღაცები არის, რაც ვერ დაამტკიცებ. აი სწორედ მაგიტომ ამბობს კანონი, რომ იდეაზე არ ავრცელებს საავტორო უფლებას, იმიტომ რომ იდეა არის თავისუფალი აზროვნების შედეგი და შეიძლება ბევრ ადამიანს მოვიდეს მსგავსი იდეა, მაგრამ კანონი ამბობს სწორედ იმიტომ, რომ გამოიხატოს ის უნდა ობიექტური ფორმით, ანუ შემდეგ დამტკიცებადი რომ იყოს. შემდეგ რომ დაამტკიცოს ავტორმა, რომ ეს ნამდვილად მისი იყო. არ ვიცი, ლექსის შემთხვევაში ფრაზა, დიზაინის შემთხვევაში ეს. მან საინტერესო იქნება ძალიან мотиваცია, თქვა და ვიღაც დიზაინერს დავუსვა კითხვა, საერთოდ გაგიჩნდა ეს საერთოდ აზრი, რომ გაგეკეთე ამ მოყოლის პროცესში მიხვდები მართლა თავისია თუ არა. ალბათ იმასაც ინსპირაცია თუ პლაგიატად გასაგებია. ხოთი ფეიკის და არა ფეიკის გარჩევა სინამდვილეში და არა არ მგონია. ხშირ შემთხვევაში წარსულში განსაკუთრებით იყო ზუსტად ეს мотиваცია, რომ გამღვევა არ იცოდა, რომ ის უბრალოდ არ ღვევდა. კი, დაზიანებული, იმიტომ რომ ეს მეტნაკლებად ახალი კულტურაა, ავტორი ცნობას პატივისცემები ნამდვილად ის იყო რა. შეიძლება არც ისე ბოროტი იყოს ის. არა, გადმოტანილი და კოპირებული იყო ევროპიდან, უკაცა, რომ ესე იქ თუ ჩინელები თუ აკეთებენ და ვერსაჩეს თუ აკოპირებს, ეს ჩვენ სხვა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. პირდაპირ გამოაცხეს ეგეთი რაღაცა. თუმცა მე მაინც მგონია, რომ არსებობს შემთხვევები, სადაც თუნდაც თქვენი ორგანიზაცია საკანონმდებლო ბაზა არც ისე კარგად იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას და გიყვანთ კონკრეტულ მაგალითს, მაგალითად ინტერნეტ კონტენტი. მე მაქვს ჩემი ონლაინ ჟურნალი, საიდანაც მასალებს ძალიან ხშირად, არ ვიცი, ალბათ კვირაში 2-ს მაინც, ესე იღებენ copy paste-ით, თავისი ფოტოთი, ყველაფრით მიაქვს სხვადასხვა ბევრად საჭირო რეპუტაციის მქონე არ მომერიდება ამის გამოცემებს. მადლობის გადახდას მაიძულებენ იმ შემთხვევაში, თუ აქვთ მითითებული წყარო, თუმცა მიწერია ამ საიტზე გარკვეული წესები, რომელიც გამოყენების წესები და იქ მაქვს, რომ ჩემი შეთანხმების გარეშე თუნდაც წყაროს მითითებით არ წაიღოთ, იმიტომ რომ რა არ მინდა რომ იყოს ეს სადმე სხვაგან. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ იცი რა წყარო მიუთითეთ და მადლობელი იყავი, რომ საერთოდ ჩვენიდან შენთან ვიზიტორები მოდიან და ვერანაირ სამართლებრივად მოკლედ ვერ ვიცავ ამ ჩემ საკუთრებას. მიუხედავად იმისა, რომ ამის შექმნაზე დახარჯულია ინტელექტუალური რესურსი, ან არის ორიგინალი, ან არის ნათარგმნი, გარდა ამისა ფოტორეპორტაჟებია, რომლისთვისაც ადამიანი სადღაც წავიდა გააკეთა. რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში? კი ბატონო, გეტყვით, პირველ რიგში აი სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ და არა მარტო ბევრი ჩემზე სერიოზული გამოცემაც იგივე პრობლემის მაინც ასე თუ ისე სპეციფიური სფერო და საჭიროებს კონკრეტულ რაღაც სპეციფიურ მიდგომას განათლებას, ხო? ცოდნას უბრალოდ. ამიტომ არის საჭირო, რომ ყველა მხარე, ვინც ამ ურთიერთობაში მონაწილეობს, იყოს ჩართული ბოლომდე. პირველ რიგში უნდა იყოს ავტორი თავად აქტიური და
ძალიან კარგია, როცა თქვენ გაქვთ ეს მითითებული, რომ თქვენ ანუ არ გასცემთ უფლებას. მაინც ვერ ვიცავ ჩემ უნდა იყოს ჩვენი ტიპის ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ჩართული და მესამე სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე და ამ კანონის აღსრულების დონეზე უნდა დაარეგულიროს შემდეგ ეს ურთიერთობა, ხო? ინტერნეტს რაც შეეხება, ინტერნეტი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი პრობლემა, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ინტერნეტის შესახებ კონკრეტული კანონი, ცალკე კანონი, თუმცა საავტორო უფლებების შესახებ კანონში საავტორო უფლებად შეიძლება დარღვევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს ეს და მოხდეს ამ დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაყენება. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნებართვის გარეშე მიაქვს ამა თუ იმ სააგენტოს თუ არ ვიცი ვებგვერდს, თქვენ შეგიძლიათ პირველი თავად დაიცვათ თავი კონკრეტული იურისტის და ადვოკატის მეშვეობით, მეორე მოგმართოთ ჩვენ და ჩვენ მივიღებთ სათანადო ზომებს ჩვენი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში, რომ თქვენი უფლება იყოს. ჩვენ გქონდა ასეთი შემთხვევები, როდესაც მათ შორის ფოტოგრაფებმა მოგმართეს და მათი ფოტოები იყო გავრცელებული და აღკვეთეთ ეს შემთხვევები. უბრალოდ მივაგენით გამომყენებელს, ერთი რომ აუკრძალეთ შემდგომში ასეთი რაღაცის გაკეთება და მეორე ის არსებული დარღვევაც აღმოვხვრეთ. და ზოგ შემთხვევაში კომპენსაციაც კი დავაკისრებთ და გადავახტევინეთ. ამიტომ ეს მექანიზმი ასე თუ ისე იმართება, მაგრამ თავარი მოქმედი პირი არის ავტორი. ავტორი უნდა იყოს ძალიან აქტიური რა. წარსულში იყო ძალიან მანკერი პრაქტიკა, როდესაც ავტორს დაურღვევდნენ და ის არ ამბობდა. უბრალოდ ერიდებოდა, იყო ვიღაცა ახლობელი, ვიღაცა მეზობელი და ასე შემდეგ და არ ამბობდა ამას. დღეს უკვე ამაზე ავტორი რა ინტერნეტ პლაგიატზე რაც ნამდვილად ვიცი, ავტორები როგორც წესი ლაპარაკობენ ხოლმე და მიმართავენ კიდეც იმას, ვინც პლაგიატია, თუმცა როგორც წესი ან პლაგიატთან ერთად არის თავხედიც და არ უნდა რეაგირება. აკიც წლის უკან ნაკლებად ღელავდა ასეთ რაღაცეებზე ვიდრე დღეს, ხო? ხო, აბსოლუტურად არ მაღელობდა, იმიტომ რომ ეს რეალური არანაირი საფრთხე არ იყო ესეთი. მე უცებ მოხდა ისე რომ იმად დაიწყეს გაყიდვა ჩემი იდეების და მე ვიჯექ სულელივით ესე და ძალიან სასაცილო იყო. მაგრამ საერთოდ მგონია რომ აი თან საქართველოს მე რომ მკითხოთ, მოდით შეპრობილი ქვეყანა აზროვნების თვალსაზრისით უფრო ვიდრე ჩაცდისა. აი რა მოდასაც გაუშვებ, აი თუ ეს გახდება მოდური აზროვნების იმაში გეცვეს თქვათ ნატურალური, აი როგორც ბიოლოგიურ რაღაც იოგა, აი როგორც ნერგავი, მთელი სამყარო ხო ეგრე არის, ძირითადად არის დანერგილი აზროვნების ისინია პატერნები, რასაც უშვებენ. ასევე გარდა იმისა, ვიღაცა რომელსაც დაერქმევა, რომ არის ხამი, რომელიც ეს პირდაპირ მოგპარავს, ამას გავაჟღერებ და ვიტყვით, რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა, არა მხოლოდ იურიდიულ დონეზე, იურიდიული გაგებაც კი არ არსებობს, რომ რატო გიცავს იურისტი, აი მაგაშიც მე მგონი ჯერჯერობით ვერ ვერკვევით, რომ სად რაში მდგომარეობს. ამიტომ ერთ-ერთი მოდური მგონია ტენდენცია მგონია რომ იქნება რომ დაინერგოს რომ ადამიანებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და თუ არ სცემენ სამაგერად სოციალურად მაინც აღიარებულები იქნებიან. მე მგონია რომ ეს არ არის, იმიტომ რომ სოციალური აზრი ეგეთი რამებით იქ რომ დააკვირდეთ დღევანდელ სიტუაციაში ყოველთვის. აი ეგრე იქნება ტენდენციები, მე ტერაპია. ბოლომდე ვეთანხმები, ეს ჩვენი შინაგანი კულტურის ნაწილია და ისიც უნდა გახდეს კულტურის ნაწილი, ცუდ ტონად ჩაითვალოს. მოდური უნდა ჩაითვალოს. მარტო იურიდიულად ვერ დაიცა, იმიტომ რომ აი რაღაცა ახო არის აი ვთქვათ, ვისაც უჭირავს ჰერმესის სიტყვაზე ვიდე ყველაზე მარტივი და ბანალური მაგალი, ნამდვილი ჩანთა, ის კოდური სისტემით იძახს, რომ მე ვარ მდიდარი და ესეთი ფენისა, ესეთი ვისაც უკეთია ჩინური fake ჩანთა, იმას იმ წუთში, ანუ იმას რისთვისაც ჭირდება ის $2 იღებს და ამიტომ ძალიან კარგად უნდა არსებობდეს. მოდის კრიტიკოსები უნდა არსებობდნენ ელემენტარულად არჩევდნენ. აი აქ იმხელა სისტემაა მე მგონი და მყიდველს უნდა ქონდეს იმის ცნობიერება, რომ იყიდოს ნამდვილი და ძალიან გადაბმული. ამიტომ მგონია რომ როგორც კი მოდური გახდება, რომ რაღაც ნამდვილ რაღაცებს ვილაპარაკოთ, რომ გახსნათ არ მოგვერიდოს. თუნდაც დასახელება იმ ვიღაცის, რომელსაც რაღაცა მოგპარათ, ხო, სიტყვაზე. და ამას არ დაერქმევა ჭორაობა და ამას დაერქმევა საქმის სწორედ კეთება. მერე შეიცვლება ზოგადად, რა. მარტო გიგა ვერ დაიცავთ. თუმცა ცნობიერების და აი კარგი ტონის დამკვიდრებაში ალბათ გარკვეული წვლილი შეტანა თქვენ შეგიძლიათ, ხო, ასოციაციას, იმიტომ რომ მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ორი მთავარი მიმართულებით უნდა იმოქმედოს ამ საკითხში, აი ამ სფეროში გარდატეხის შეტანა თუ არის საჭირო ადამიანმა, ხელოვანმა, ჩვენნაირ ორგანიზაციამ და სახელმწიფომ. ერთი არის ის, რომ დაუშვათ კონკრეტული სანქციები ამ მოქმედოს გამოიყენოს და აჯარიმოს
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რომ შეცვალოს მიდგომა საზოგადოებრივი ცნობიერება, მენტალობა. ესაა უფრო მნიშვნელოვანი. სოფლიო ეს გზა გაიარა, სხვა იქ მარტო ჯარიმებით არავის მიუღწევია ამისთვის. იყო და ჩვენი ასოციაცია მე ხა მე-4 წელია უკვე ვარ ამ საზოგადოებაში და პირველი რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ სოციალური კამპანია და ეს კამპანია დღემდე გრძელდება, არის სახელწოდებით სოციალური კამპანია დაიცავის ავტორ უფლება და ამის ფარგლებში ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. აი, ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ის არტისტები, რომლებიც არ არიან გაწევრიანებული თქვენს ასოციაციაში, რატო უნდა მოვიდნენ, რატო არის მნიშვნელოვანი ეს ერთიანობა და რას თავაზობს თქვენი ასოციაცია განსაკუთრებულს, რასაც მარტო დამოუკიდებლად ვერ გააკეთებენ, ვერ დაიცავენ. ოღონდ ძალიან მოკლედ უნდა მიპასუხოთ, 2 წუთი გვაქვს დარჩენილი. პირველი უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ მათი საავტორო უფლება იყოს სისტემაში მოყვანილი და აღრიცხული. მეორე, უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ თუ ექნებათ რაიმე პრობლემა, ნაკლები რესურსის დახარჯვის ხარჯზე მოაგვარონ ეს პრობლემა და მესამე უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ თუ მათი ნაწარმოების გამოყენება მოხდება ვინმეს მიერ, ამისთვის ჩვენი ასოციაცია შეაგროვებს ფულს და მისცემს მას. არა, წევრობა უფასოა და ძალიან მარტივად 5 წუთში ხდება გაწევრიანება. გასაგები. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ გიგა კობალაძე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე და ნინო ჩუბინიშვილი, დიზაინერი. უღრმესი მადლობა.